ჩვენ დიახ უარი ვთქვით და უარს ვამბობთ ამ ოპოზიციის ალიანსის წევრობაზე, როგორც ასეთზე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ლელოს აქვს თავისი ნიშა, თავისი გზა, საკუთარი ამომრჩეველი, რომელსაც ძალიან მკაფიო პრეფერენციები გააჩნია, როგორც ამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს წარსულის შეფასებასთან მიმართებით და აქვს საკუთარი ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული გემოვნება იმასთან დაკავშირებით, თუ ქართული ოცნების რეჟიმის შეცვლა როგორ სურს. ერთია შეცვალო ეს რეჟიმი და მეორეა როგორ შეცვლა. ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, ბატონ გრიგოლ, როგორ აპირებს ამას ოპოზიცია. მეც ამაზე ვსაუბრობ. კი ბატონო, დიახ. კი, ამას გეტყვით, მაგრამ ჯერ პირველ ნაწილს ვუპასუხებ ბოლომდე. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ჩამოყალიბებული ხედვა იმისა, თუ რა ტიპის ტრანზიცია გვჭირდება ამ ქვეყანაში, მშვიდობიანი, დემოკრატიული და რეფორმაზე ორიენტირებული. ჩვენ გვჭირდება ისეთი ტიპის ძალაუფლების ცვლილება, რომელსაც თითოეული ქართველი იგრძნობს საკუთარ თავზე, საკუთარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ჩვენ გვჭირდება იმ კატა თაგვაბანის დასრულება, რომელიც 35 წელია მიმდინარეობს, აი ჩემი ასაკი, მთელი ჩემი ასაკი, რაც მე ვარსებობ ამ ქვეყანაში, რაც ჩემი თაობა არსებობს, რაც დამოუკიდებელი საქართველო არსებობს, ჩვენ ვუყურებთ ამ გაუთავებელ დაწყევლილ წრეს, რომელმაც აზიანა ყველა ქართველი, რომელმაც აზიანა ჩვენი ეკონომიკური ინტერესი, ამ ქვეყნის განვითარების შანსები. და ჩვენ ვამბობთ, რომ აი ეს უნდა შეწყდეს, მათ შორის ეს კატა თაგვაბანა უნდა შეწყდეს. უნდა შეწყდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, უნდა შეწყდეს აი ეს ურთიერთგანადგურების პოლიტიკა და პირიქით საქართველოს უნდა გადადგას ნაბიჯები წინ, მეტი რეალური კეთილდღეობისკენ და არა ქოცური კეთილდღეობისკენ, რეალური მშვიდობისკენ და არა ქოცური ვაიმშვიდობისკენ და რეალური ეკონომიკურად და პოლიტიკურად წელში გამართული სახელმწიფოსკენ. აი ეს არის ჩვენი კრედო და ამიტომ ქვია ჩვენ ძლიერი საქართველო, ეს არა შემთხვევით შექმნილი სახელი, ჩვენ გვაინტერესებს ძლიერი ქართული სახელმწიფო და არა ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავს უწოდებს პრემიერ-მინისტრს და შეუძლია რომ გამოვიდეს და უბრალოდ თვალებში ჩახედოს საკუთარ ერს, რომელსაც ძალიან უჭირს, რომელიც მეტ ნაწილს შია, რომელსაც შიერი ბავშვები ყავს და ამ ერს უთხრას, რომ თუნდაც 10 ლარად შეიძლება, ესე იგი 9 კილო რბილი ხორცის ყიდვა. წარმოუდგენელი შეურაცხყოფა არის თითოეული მქართველის, ვინც განსხვავებით კობახიცისგან ამ რეალობაში ცხოვრობს. მიზერული ხელფასებით, არარსებული პენსიით, მშიერი ბავშვებით, ნულოვანი პერსპექტივით, ნულოვანი იმედით და კიდევ გამოდიხარ და ამ ხალხს დასცინი და ეუბნები, რომ თურმე მათ ვერ შეძლეს ხორცის ყიდვა 10 ლარად. თორემ საერთოდ შესაძლებელი ყოფილა. უბრალოდ ჩვენ ნიჭი არ გამოგვადგა როგორც ერს, განსხვავებით კობახიძისგან, რომ 10 ლარად გვეპოვა, ესე იგი, შესაბამისი. ხო, მაგრამ ბატონ გრიგოლ, და რომ იმ მიზერულ თანხად, რაც არის ახლა ამ ხელისუფლების მიერ დასახელებული როგორც, ესე იგი, როგორც მინიმალური გადარჩენისთვის აუცილებელი თანხა. ბატონ გრიგოლ, მიზერულ თანხად უნდა იყოს ადამიანმა თურმე და თვითონ 14,000 ლარი ხელფასი ჰქონდათ. რატო დაიმატეს კიდევ 1500 ლარი ვკითხულობ. აი ამ უმძიმესი სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამალი ვერ შემოაქვთ. უნდა შეგაწყვეტიოთ რატომ იცით, მე მაინტერესებს აი ამაზე, რაზეც მუდმივად საუბრობთ, აკრიტიკებთ, ეს სულ გვესმის და გასაგებია უყურე ამას, იმიტომ კი არა რომ რატომ აკრიტიკებთ, აბა რა უნდა ქნეს ოპოზიცია, მაგრამ დღეს ვსაუბრობ, რომ მუდმივი კრიტიკა ისმის და მთავარ პრობლემად ბევრი ასახელებს, რომ ეს ისმის ტელეეთერებიდან მუდმივი კრიტიკა და აქ თავდება. ანუ სწორედ ამას გეკითხებით, აი წეღარო ამბობდით თქვენ ხედვებზე, რამე ალიანს განსხვავებულია აქ, თქვათ ხედვა თქვენი გზის, აი რა გზას ირჩევს ოპოზიცია, ან რა არის თქვენი მიმდინარე პოლიტიკური რაღაც ამოცანები, ვგულისხმობ გარდა კრიტიკისა ეს გასაგებია, მაგრამ ის მუდმივად საუბრობთ, რომ ადამიანელი არჩევნები, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, როგორ? იმიტომ რომ ამაზე ვსაუბრობთ ამდენი წელია, რაღაც მაგრამ პროგრამა, სტრატეგია, ცალკე თუ ერთად, აი ამას გეკითხებით, თუ შეიძლება რომ აი ამაში დამანახოთ ლელოს ხედვა, როგორია, უფრო კონკრეტული ხედვა. მოგახსენებთ, კი, გარდა კრიტიკისა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრ უშუალო კონტაქტში ვართ ჩვენ საზოგადოებასთან, ამ ქალაქშიც და მთელი ქვეყნის მასშტაბით, აი საკმარისია ჩვენს გვერდს გადახედოს ადამიანმა დაინახავს, აი ამ კვირაში თუნდაც რამდენ სხვადასხვა წერტილში, რამდენ რეალურ, სოციალურ, ყოველდღიურ პრობლემაზე მუშაობდა რამდენი ჩვენი ჯგუფის წარმომადგენელი და ლიდერი, იქნება ეს გორში, თუ იქნება ეს დასავლეთში, სამეგრელოში, იმერეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეს ჩვენ არ დაგვიწია ახლა. ამას ჩვენ ვაკეთებთ მუდმივად. ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ იმ საკითხებზე, რომელიც აწუხებს ჩვენ საზოგადოებას.
ჩვენი საკრებულოს წევრები აკეთებენ მაქსიმუმს იმ ძალიან მძიმე ვითარებაში, რაც ქვეყანაშია და რაც საკრებულოებშია, სადაც არის ტოტალური დომინაცია ქართული ოცნების და ეს ჩემი აზრით ყველა მიცის მე ვფიქრობ ამაზე, ვინც პოლიტიკას მისდევს, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომ ქართულ ოცნებას დაუთმო დემოკრატიულმა ძალებმა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, როგორიცაა საკრებულოები და მერიები, არაფერი არ უნდა დაუთმო აი ამ რუსებს, რომელმაც გადააგვარეს ყველაფერი ქართული და მე მიხარია ჩვენ არ დავუთმეთ ჩვენი წილი და ვიბრძოლეთ მიუხედავად იმისა, რომ იყო უსამართლო ბრძოლა და ჩვენ ნახეთ სწორედ იმ ფორმულის გამარჯვება უნგრეთში ცოტა ხნის წინ, რაც ლელოს ჰქონდა და აქვს, ეს არის ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებით ბრძოლა პოლიტიკური ცვლილების განსახორციელებლად, და მე არ შესვლა პარლამენტში ისე ვიქმნიდივარ, ბატონ გრიგოლ, მოგცათ ამას სასურველი შედეგი? არა, ის სულ სხვა შემთხვევა იყო 2024 წელს, იქ საქმე ეხებოდა მესმის, ანუ თქვენი სტრატეგია იცვლება ისე, რომ არჩევნები და არჩევნების შედეგების მიხედვით მოქმედება. არა, ეს მე არ მithქვამს, მე ვთქვი ის, რომ 2024 წელს მესმის, არა, ასე არ იცვლება, ვუპასუხებ. 2024 წელი იყო ეროვნული ხელისუფლების გამოსარკვევი არჩევნები. ის არჩევნები არკვევდა საგარეო საქმეთა მინისტრი ვინ იქნებოდა, თავდაცვის მინისტრი ვინ იქნებოდა, ეკონომიკას ვინ განკარგავდა, ხალხის ფულს ვინ განკარგავდა, ჯანდაცვას და სხვა და პრემიერ-მინისტრი ვინ იქნებოდა ცხადია და 2025 წლის არჩევნები არ არკვევდა ამ ტიპის საკითხებს, მაგრამ იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ისეთი ტიპის შანსი, როგორც გამოიყენა პეტერ მადიარმა უნგრეთში, რომელმაც ძალიან უსამართლო სისტემაში მოახერხა ხალხის მობილიზაცია და ამ ხალხმა მიუხედავად ისა, რომ უნგრული სისტემა იყო წინასწარ გაყალბებული, საქართველოში რატომ ვერ შეძლო ამის გაკეთება ოპოზიცია? გაერთიანება ხალხის, ანუ გასაგებია უნგრეთის მაგალითი. აი რატომ ვერ საქართველოში? რა არის ამის მიზეზი? როგორ გიქრებთ? 4 წლის წინ გეტყვით 4 წლის წინ გაერთიანდა მთელი უნგრული ოპოზიცია, პრაქტიკულად ყველა 9 პარტია, მათ ყავდათ ძალიან კარგი, ძალიან წესიერი, ხუთიშვილის მამა, კონსერვატორი, ღრმადმორწმუნე უნგრელი კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისა, უნგრელი დიმიტრი გელოვანი, მაგრამ წააგეს სამწუხაროდ. ასე რომ ეს ყოველთვის და საერთოდ ისტორიაში, პოლიტიკის ისტორიაში ასეა მომენტი და სწორი პოლიტიკა უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. და რა არის ეს სწორი პოლიტიკა და მათ შორის თქვენი და ლელოს პასუხისმგებლობა ამ საკითხში, ბატონო გრიგოლ, ბოდიში და მოგისმენთ, როდესაც ამაზე საუბრობთ, გასაგებია ის იყო ის წლები, აი ეხლა წინ ამ მოდის 2028-ში ხო იქნება არჩევნები. კიდე გეუბნებით თქვენ ალიაში არ შედიხართ. ანუ ცალკე სტრატეგია ლელოსი როგორი იქნება და პასუხისმგებლობა თქვენი ამ ყველაფერზე. დიახ, ჩვენი სტრატეგია არის პირველი, ძალიან ბევრი მუშაობა ყოველდღიური და ჩვენ ამას ვაკეთებთ ყველგან იმ რეალურ პრობლემებზე, რაც აქვს ჩვენ საზოგადოებას, ამ ქალაქში, სხვა ქალაქებში, ყველა სოფელში, ყველა დაბაში, ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებას შევთავაზოთ რეალური ალტერნატივა იმისათვის, რომ მათ ძალიან კარგად ესმოდეთ, რომ ქართული ოცნების ბოროტმოქმედი მთავრობის დასრულება არის სასიკეთო მათთვის, სასიკეთო ფასებისთვის, სასიკეთო ეკონომიკისთვის, იმ შანსებისთვის, რაც მათ შვილებს ექნებათ, ჩვენი ეროვნული ღირსებისთვის და სუვერენულობისთვის. ეს რეჟიმი ძალიან ბევრს საუბრობს სუვერენულობაზე, მაგრამ როგორც კი ირანის ელჩი დაგვემუქრა აქ ძალიან არამისაღები და არადიპლომატიური და არამეგობრული ენით, ჩვენ ნახეთ, რომ მთელი რეჟიმი გაისუსა და როგორც კი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნების ლიდერები იტყვიან ხოლმე რაიმეს დემოკრატიის დასაცავად, იმ წუთას გამოდის საგარეო საქმეთა მინისტრი უწოდებს საკუთარ თავს ბოჭორიშვილი და იბარებს და მაპატიეთ სლენგისთვის და ებლატავება ევროკავშირს, ებლატავება გერმანიას, საქმეს ურჩევს საფრანგეთს, საგარეო მინისტრია ის ბატონ გრიგოლ. ის თავად უწოდებს არის ვისთვის არა. თუ საგარეო მინისტრია, მაშინ თუ საგარეო მინისტრია, ნახეთ, არა. თუ საგარეო მინისტრია, ვისთვის არის, ვისთვის არა. თუ საგარეო მინისტრია ნება იბოძოს და ირანის ელჩი დაბომბვითო დაგვემუქრება, იმისი შნო ეყოს, რომ დაიბაროს. თუ საგარეო მინისტრია, უნგრეთის დიპლომატიური სამსახურის ფაქტია, რომ არ დავბომბილვართ ძალიან ჯვარი ხერია და არ ვიცით რა კომუნიკაცია იყო, შეიძლება ეს არ იყოს საჯარო. თქვენ უარყოფთ, რომ ელჩი დაგვემუქრა, რა იყო საჯარო Facebook-ზე? შეიძლება ეს იყო არა. გულისხმობ პასუხი საქართველოს ხელისუფლების შეიძლება არ იყოს საჯარო და იყოს სხვა ტიპის კომუნიკაცია, მე სულ არ ვიცი. მიხარია რომ არავის არაფერი არ დაუბომბოს და საქართველოში არის მშვიდობა. მეც მიხარია, იმიტომ მე მინდა რეალური მშვიდობა და არა მაგათ. მე მიხარია თუ მიხარია, მაგრამ ჰერჩინსკიზე რატო არ იყო არასაჯარო? ესე იგი ევროპულ კავშირს უნდა დაესხა ღიად ყველა არხის გამოყენებით, პეტერ ფიშერს უნდა ებლატავო ღიად ყველა არხის გამოყენებით, ყველა ევროპელი ელჩი უნდა დაიბარო და უნდა ცადო რომ შეარცხინო და დატოქსო, როცა შენ თვითონ ხარ სრული არარაობა, პირდაპირ ვიტყვი და ამ დროს ირანის
ხელში როგორც კი რაღაცა სიტყვის არაფერი არ უნდა გააკეთო, არ უნდა დაიბარო, საპროტესტო ნოტა არ უნდა გაუგზავნო, კიდე იქით უნდა მისცე შანსი შენთან მოვიდეს და თვითონ თქვას განცხადება, რომ ეკონომიკურ ურთიერთობაზე ქონდა კონსტრუქციული საუბარიო. აი ეს საგარეო ნაწილში არ ვიცი რა კომუნიკაცია იყო მაშინ, მაგრამ კაპიტულანტური რეჟიმი. არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, მე გეუბნებით და თუ იყო კომუნიკაცია, რატო არის ვკითხულობ, რომ პეტერ ფიშერთან ეს კომუნიკაცია ხდება საჯარო ისევ და ისევ მაპატია და ბლატაობის სახით და ირანის ელჩთან ხდება გაყურსვის ფონზე, იმიტომ რომ ეს რეჟიმი არ არის ქართული, არ არის ეროვნული, მართლა ერთ-ერთი არ შეუძლიათ არის შაჰ-აბასის, ესე იგი წვეულებებზე სიარული, ხო, რაღაცა შაჰ-აბასის დღეების აღნიშვნაზე დადიან. ირანში რეალურად სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს. ასე რომ მოდით ეს თემა გადავდოთ და ბოლო კითხვა. ამის გამო უნდა დამემოქროს? ესე იგი ირანში არაბი პასუხზე ვაბარაკობ ხელისუფლების თქვენ მაინც მუქარაზე. არა, რა თქმა უნდა. ეს არ არის სწორი, ეს არ არის ქართული. მე რომ ყოფილიყავი ამ რეჟიმის ადგილას, მე დავიბარებდი და გადავცემდი ქართველი ხალხის სახელით გულისწყრომას. ამას საგარეო პოლიტიკის ენაზე ქვია რეპრიმანდი. როდესაც ელჩს დაიბარებ და დატოქსავ საყვედურს გამოუცხადებ, არა კეთილმეგობრული საქციელის გამო, მაგრამ ამას ეს რეჟიმი აკეთებს მეგობრების მიმართ და არა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც გვემუქრებიან. თუმცა მეგობრობაც ორმხრივი, აი დღეს უყურებთ. აი მაგალითად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზეროა ბატონო გრიგოლ საუბარი. აი ხელისუფლება აგზავნის ნოტას და იქ პრეზიდენტად წერია სალომე ზურაბიშვილის საგარეო მინისტრად ილია დარჩიაშვილი. აი ხო დეტალზე ვსაუბრობ ტექნიკურზე. აი თქვენ რო იყოთ რაღაცნაირად შეეცდებოდით ამის ჩასწორებას? მეგობრობა ხო ორმხრივია. მე რო ვიყო რომელი მხარე? ხელისუფლება რო იყოთ. არა, ხელისუფლება რო იყოთ და ხედავდეთ რომ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტად წერია ყოფილი პრეზიდენტი, საგარეო მინისტრად ყოფილი საგარეო მინისტრი. და მარტივი ტექნიკური ჩასწორება იყო საჭირო. ამ ვითარებაში ეს მეგობრულია მათი მხრიდანაც. მე ისევ ვკითხულობ, აი ხელისუფლება ამაზე აპელირებს ხო სულ? გეტყვით. კი, მესმის, კი. ძალიან კაი კითხვაა. ეს ყველაზე ძალიან მარტივი დეტალია, ტექნიკური დეტალი მოვიყვანე, რომელიც ყველაზე მარტივი გამოსასწორებელია და რატომაც არ რომელიც ამავე დროს შევთანხმდეთ, რომელიც ამავე დროს არ ეძრება იმას, რომ სხვა ქვეყნის ელჩი. არა, მაგრამ პირიქით, ხო იმდენად ტექნიკურია, რომ უფრო ღიმილის მომგვრელი ამის არ გასწორება მგონია. ხო, მესმის, მაგრამ ირანის ელჩის ბუქარა არ არის ოღონდ ტექნიკური და ღიმილის მომგვრელი. არა, საერთოდ არ არის სამხედრო კონფლიქტია და პირიქით ბევრად საფრთხეა, მეც მანდ ვარ, რა თქმა უნდა. კი, რა შეხება, მე როგორ შევასწორებდი, ცით, ამ რეჟიმის ადგილას ვიყო, მაგრამ ჯვარი მწერია ისევ და ისევ. შევასწორებდი შემდეგნაირად, დავნიშნავდი ახალ არჩევნებს, დემოკრატიულ არჩევნებს და შევეცდებოდი. მე გვერდზე ჩასასწორებლად, ბატონო გრიგოლ, რომ მოქმედი პრეზიდენტი დაიწეროს. ძალიან კარგად იცით, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ის ვებგვერდი არ არის ვებგვერდი, ის ვებგვერდი ასახავს ევროპული კავშირის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფაქტობრივ შეცდომას. დღეს სალომე ზურაბიშვილი ამბობს პრეზიდენტი, ან ილია დარჩიაშვილია საგარეო მინისტრი. წამყვანი სახელმწიფოების პოლიტიკურ ნებას ასახავს ეგ ვებსაიტი. ეს ხო არ არის რაღაცა ჩვეულებრივი. ანუ მათი ნება რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს პრეზიდენტი და ილია დარჩიაშვილი მინისტრი. მათი ნება არის რომ ამ ქვეყანაში ნახონ დემოკრატია. მათი ნება არის რომ ამ ქვეყანაში იქ რაღაცა ნერონის და კალიგულას და ვიღაცების მსგავსი მოდელები როა გათამაშებული და ბატონო პრეზიდენტს ეძახიან ერთ გაუგებარ კაცს, ხო, რომელსაც ის ვერ გაუგია, ვის თავი დაუკრას, ვის ხელი ჩამოართვას. მაგასაც პრეზიდენტი ქვია და ზვიად განსახორდებს პრეზიდენტი იყო. აი ეს გაუგებრობა არის მხოლოდ თქვენი აზრით. ეგ არ არის გაუგებრობა. ეს არის ჯოჯოხეთური ამბავი, სირცხვილი, რომელიც დაგვემართა როგორც ეს. ზვიად განსახორდებს პრეზიდენტი იყო, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტი იყო, ბევრი პრეზიდენტი ყავდა. სალომე ზურაბიშვილის გაუგებრობა არ არის. ნახეთ დემოკრატიული მანდატი მოიპოვონ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას დაწერს იქ პრეზიდენტს და ყველა სხვას. იმიტომ დემოკრატიული მანდატი არ აქვს, იმიტომ რომ კონსტიტუციას გადაუხვიეს და იქ ჩაწერილი საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალეს. მარტო ეგ არის ნორმალურ ქვეყანაში ახალი არჩევნების საფუძველი. მე თუ გავხდი პრემიერ-მინისტრი და გადავწყვიტე რომ აღარ მომწონს რაც კონსტიტუციაში წერია და მოდი შევცვლი, ეგ არის უკვე ახალი მანდატის გამოთხოვის საფუძველი. ხო მე ახალი ლეგიტიმაცია მჭირდება და როდესაც ეს არ უნდათ, ადამიანებს ცემენ ქუჩაში საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალეს, აღარ ვახსენებ რომ ქართველები დააქციეს და გააქციეს, ფასები არის. მადლობა, უნდა დავასრულოთ. უბედური და კიდე დაგცინის ეს კაცი 257 ბინა გავყიდეო და 10 ლარად იყიდით ხორცო, ამდენად არადეკვატურია. აი ამ ვითარებაზე არის ის კომენტარი, რომ იქ არ წერია შესაბამისი პირები. კარგით. ანუ ამართლებთ ამას თქვენ. იქ რომ არასწორად წერია გერმანიის ფედერაციული, ეს არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნება. მე რას ვამართლებ, რას არა? არა, როგორც საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, ისიც მათი ნებაა, კი ბატონო.
როგორც საქართველოს მოქალაქე, მე როგორც საქართველოს მოქალაქე ვითხოვ ახალ არჩევნებს და პოლიტიკურ მშვიდობას ამ ქვეყანაში. მე მინდა რომ შანსი მქონდეს, რომ საქართველოს პარლამენტში ვიჯდე თავისუფალი არჩევის შედეგად და წერდე კანონებს, რომელიც ამ ქვეყანაში, ამ ხალხს და ამ საზოგადოებას წინ წასწევს. ეგ არის ჩემი რეალური ოცნება, ჩემი სურვილი, მაგის გამო ვარ პოლიტიკაში და ვიბრძვი იმისთვის, რომ რეალური ადამიანების რეალური ცხოვრება წავწიოთ წინ ყველამ ერთად.